ასპინძაში რაგბის აფხაზეთის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში 300-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა. სამდღიანი შეკრების პარალელურად მონაწილეებმა მხარის ისტორიული ადგილები მოინახულეს. პროექტი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოში ინიციატივით შემოვიდა აფხაზეთის რაგბის ფედერაცია და დღეს ჩატარდა ფესტივალი ასპინძის რეგბის ბაზაზე. ჩვენი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, სპორტის პოპულარიზაცია და რაც შეიძლება მეტი ჩართულობა დევნილი ახალგაზრდების სპორტში. გულშემატკივრობთ ახლა აფხაზეთის გუნდს, რომელიც თამაშობს სხვადასხვა გუნდებთან, მუნიციპალიტეტის გუნდებთან. აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი იქნება თუ ხშირად იქნება. ეს ხელშეუწყობს ბავშვების ინტეგრაციას ჩვენ საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაში და განავითარებს მათ. ტრადიციად თუ აქციეთ, მოკლედ ეს წელიწადში ორჯერ. საინტერესოა ესეთ კარგ ზეიმს ვაწყობთ ყოველთვის ჩვენი მოზარდებისთვის. მთელი ადგილობრივი კლუბები არის ჩამოსული სამცხე-ჯავახეთის და აი ესე მასპინძლობენ ლამაზ დღესასწაულს საბავშვო ზეიმს, რო იტყვიან სარაგბო ზეიმს. მოვიგეთ ერთი თამაში, კიდევ ორი თამაში გვაქვს წინ და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად დავასრულებ და ჩვენ თავში ყველანი კმაყოფილები ვიქნებით. დანარჩენი წარმატებას უსურვებ ბიჭებს.